როცა ონლაინში ვკითხულობ ან წერ SpaceX-ის გეგმებზე, თითოეულ პოსტს ერთსა და იმავე კომენტარს ვუგთავე. და ვისთვისაა ეს ყველაფერი? მხოლოდ კიდევ უფრო მეტი ნაგავი კოსმოსში, რომ რამდენიმე მილიარდელმა თავი დაიკმა ოფილოს და გასართობა თავიდეს სერტი. და მე ეს რეაქციაც კი მესმის. მაგრამ ეს სრულიად მცდარია. რადგან მთავარი მიზეზი, რატომაც SpaceX საუბრობს ათასობით გაშვებაზე წელიწადში, თითქმის არაფერ შუაშია კოსმოსურ ტურიზმთან და თითქმის მთლიანად შენს ხელში არსებულ smartphones უკავშირდება. ყველას უნდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, მაგრამ არავის უდარო რომ გიგანტური მონაცემთა ცენტრი თავისი მიწით, ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარებით საკუთარ ეზოში გქონდეს. ხმაურის პრობლემას რომ თავი დავანებოთ. ასე რომ ეს მონაცემთა ცენტრები უნდა გადავიდეს იქ, სადაც ადგილი, მზე და გაგრილება უფასოა. ორბიტაზე. ზუსტად ეს არის ნამდვილი ისტორია Starship-ის უკან. ყველა დროის ყველაზე დიდი ბირჟაზე გასვლის და გაფართოების უკან, რაც ბევრს ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. სანამ წინ გავიხედავთ, ცოტა უკან დავიხედოთ. საგდან მიზანს მხოლოდ მაშინ გაიგებ, როცა გზას იცნობ. Starship-ი დღეს ყველაზე დიდი და ძლიერი რაკეტაა, რომელიც ოდესმე გაფრენია. დაახლოებით 124 მეტრი სიმაღლის, 33 ძრავით და დაახლოებით 90 მეგანიუტონით. ანუ დაახლოებით 9200 ტონა ბიძგით გაშვებისას. Saturn 5-ზე ორჯერ მეტიც კი, რომელმაც თავის დროზე ადამიანები მთვარეზე გადაიყვანა. და მიზანი თავიდანვე რადიკალურია. ორივე საფეხური სრულად და სწრაფად უნდა იყოს ხელახლა გამოსაკენებელი, კოშკით დაჯერილი. და რამდენიმე საათში ისევ მზად უნდა იყოს გაშვებისთვის. მაგრამ ეს გზა ნამდვილი ნანგრევების ველი იყო. და ეს ყველაფერი სრულიად შეგნებულად ხდებოდა. ყველაფერი 2019 წელს Starhopper-ით დაიწყო. ეს იყო მფრინავი წყლის რეზერვუარი უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც რამდენიმე მეტრზე ხდებოდა. შემდეგ გამოჩნდა პროტოტიპები SN8-დან SN11-მდე. ისინი 10 კილომეტრზე მეტი სიმაღლიდან ბრუნდებოდნენ და ერთი-მეორის მიყოლებით ცეცხლოვან აფეთქებებში მთავრდებოდნენ. მხოლოდ SN15-მა დაჯდა სუფთად 2021 წლის მაისში. 2023 წლის აპრილში პირველად აფრინდა სრული რაკეტა. პირველი ფრენა 4 წუთის შემდეგ შთამბეჭდავად აფეთქდა და თან ნახევარი გაშვების პლატფორმაც წაიხოლა. ბევრისთვის ეს კატასტროფა იყო. SpaceX-თვის კი ეს მონაცემთა ნაკრებია. სწორედ ესაა მათი ფილოსოფია. სწრაფად აშენება, ფრენა, აფეთქება, სწავლა და გამეორება. გარედან რაც შეიძლება ფლანგვად დაუდევრებათ ან თუნდაც უხურადღებობად მოგეჩვენოთ, სინამდვილეში ძალიან მკაცრი ტემპია და ეს შედეგს იძლევა. მეხუთე ფრენაზე 2024 წლის ოქტომბერში მოხდა მომენტი, რომელსაც არასდროს დავივიწყე. 70 მეტრზე მაღალი ბუსტერი საფეხურების გამოყოფის შემდეგ დაბრუნდა და ორი უზარმაზარი დამჭერი მკლავი პირდაპირ სტარტის კოშკთან ჰაერში დაიჭირა. ამ კოშკს ასევე მეკ-კაზილა ეწოდება. ამ მკლავებს კი სიყვარულით chopsticks, ანუ ჩვირებს ეძახიან. მთელი სატესტო კამპანია სიგიჟე იყო, რასაც უმეტესობა შეუძლებლად მიიჩნევდა. ყოველ მორიგ ეტაპამდე მათ დასცინოდნენ თვითგამოცხადებული ექსპერტებიც და რეალური სპეციალისტებიც ინდუსტრიიდან ყოველთვის დარწმუნებულები იყვნენ, რომ შემდეგი ეტაპი მიუღწეველი იყო. ამის შემდეგ ყველაფერი ისევ რთულდებოდა. ახალი მეორე ვერსიის ხომალდი SpaceX-მა მე-7, მე-8 და მე-9 ფრენებზე სამჯერ დაკარგა. ზოგჯერ კარიბის ზღვაზე ნათელ-ნამსხვრევებად დაიშალა. კრიტიკოსებისთვის. იყო ეს აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ SpaceX და Starship-ის პროგრამა ჩავარდა. მხოლოდ მე-10 და მე-11 ფრენებმა, რომლებიც 2025 წლის გვიან ზაფხულსა და შემოდგომაზე განხორციელდა, წარმატებით ჩაიარა და მეორე ვერსია წარმატებით დასრულდა, რაც დღევანდელ მდგომარეობას ასახავს. 2026 წლის მაისში მე-12 ფრენით პირველად აფრინდა სრულიად ახალი მესამე ვერსია, რომელსაც უფრო ძლიერი Raptor 3 ძრავები ჰქონდა და პირველად მეორე გაშვების პლატფორმიდან. გემი კარგად გაართვა თავი ამ საქმეს და კოსმოსში Starlink-ის მაკეტებიც გაუშვა. ორ მათგანს კამერებიც ჰქონდა დამონტაჟებული, რომლებიც Starship-ს გარედან აჩვენებდა. თუმცა ბუსტერი გამოყოფის შემდეგ უკონტროლოდ გადახრილდა და დაახლოებით 1450 კმ/თ სიჩქარით დაეცა ყურეში. აშშ-ის საავიაციო ადმინისტრაციამ ეს ინციდენტად შეაფასა და დროებითი გაშვების აკრძალვა დააწესა, სანამ გამოძიება არ დასრულდება. შემდეგ 2026 წლის ივლისის ბოლოს
შედგა მე-13 ფრენა. უდიდესი წარმატება იყო. მხოლოდ ბუსტერმა ვერ შეძლო სრულად დასაფრენი წვის შესრულება. ყველაფერი დანარჩენი იდეალურად წარიმართა. კოსმოსში ნამდვილი V3 Starlink-ის თანამგზავრებიც კი გაუშვეს და ორბიტაზე Raptor-ის ხელახალი ანთებაც იმუშავა და სითბოს ფარი ფენომენალურად გამოიყურებოდა. 13 გაშვება, 8 წარმატება, 5 წარუმატებლობა. ეს არის რეალური სურათი. რაკეტა, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. და სწორედ ეს რაკეტა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აბრუნებს საიმედოდ საკუთარ ბუსტერს, მალე წელიწადში 1000-ობით ჯერ უნდა გაეშვას. ეს ჩემი გადაჭარბება არ არის. ეს თავად SpaceX-ის განცხადებაა. 2026 წლის მაისში გამოქვეყნებულ განცხადებაში კომპანიამ პირდაპირ დაწერა, რომ არ არის საიდუმლო, რომ Starship-ის ძალიან ხშირად გაშვება სურთ. მიზანი არის წელიწადში 1000-ობით ფრენა და რომ ასეთი სიხშირე ბევრ სხვადასხვა ადგილას გაშვების მოედნების საჭიროებას ქმნის. 1000 წელიწადში. შედარებისთვის, თელმა კაცობრიობამ 2025 წელს დაახლოებით 260 ჯერ გაუშვა რაღაც ორბიტაზე. და სწორედ აქ იწყება დაცია. რისთვის არის ეს სიგიჟე? და ეს არის ამ ვიდეოს მთავარი საინტერესო კითხვა. თუ 200 წლის წინ საშუალო ადამიანს ეთყოდნენ, რომ 2026 წელს ნებისმიერ დროს 10,000-ობით მეგაგემები ოკეანეებს გადაკვეთენ და გიგანტური მეტალის მილიონი თვითმფრინავები ცაში იფრენენ, ალბათ მაშინ ფსიქიატრიულში წაიყვანდნენ. მაგრამ პასუხს ერთი სახელი აქვს. და ეს არის ორბიტალური მონაცემთა ცენტრები. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. აქ ისე უნდა გამოვთქვა ჩემი აზრი. დარწმუნებული ვარ, რომ გაშვების მაღალი სიხშირე ფასებს იმდენად შეამცირებს, რომ ამ სამყაროს ინოვატორებს ყველაზე გიჟური ბიზნეს იდეები მოუვათ თავში. მონაცემთა ცენტრებზე ჩვენ გვაქვს საკუთარი დეტალური ვიდეოები, რომლებსაც ქვემოთ დავამატებ მულს. ამიტომ აქ მხოლოდ მთავარი. ხელოვნური ინტელექტი მოიხმარს გამოთვლით სიმძლავრეს. და გამოთვლით სიმძლავრეს სჭირდება მიწის ნაკვეთები. მოიხმარს ენერგიას და წყალს გაგრილებისთვის და იწვევს არასასიამოვნო ხმაურს. გარდა ამისა, ისინი სულაც არ არიან ლამაზების ანახავად. დედამიწაზე ეს მონაცემთა ცენტრები სწორედ ამ მიზეზს დაწყლებიან ძლიერ წინააღმდეგობას, რადგან ისინი ხშირად სწორედ იმ რეგიონებში სახლდებიან, სადაც ადამიანებს თავად სჭირდებათ ეს რესურსები. დიდ ამერიკულ ბაზრებზე ახალი მონაცემთა ცენტრი დღეს მხოლოდ ელექტროენერგიაზე მიერთებასაც კი 5-დან 7 წლამდე ელოდება. ორბიტაზე ეს კონფლიქტი საერთოდ აღარ არსებობს. იქ სწორ ორბიტებზე ზე თითქმის უწყვეტად ანათებს. ფაქტობრივად უსასრულო და უფასო ენერგიის წყარო. და კოსმოსის სიცივე შეიძლება გაგრილებისთვის იქნას გამოყენებული სრულიად წყლის გარეშე. მითია, რომ გაგრილება კოსმოსში შეუძლებელია, ეს მხოლოდ მითია. მითი. ეს სხვანაირად მუშაობს ვიდრე დედამიწაზე, სადაც გაგრილებისთვის წყალი და ჰაერი გვაქვს, მაგრამ მაინც მუშაობს. ანუ რადიატორების მეშვეობით, რომლებიც თბურ ენერგიას ინფრაწითელ დიაპაზონში ასხივებენ. და დაბალი გაშვების ხარჯებით მხოლოდ დიდი რადიატორებია შესაძლებელი. არ არის საჭირო სამშენებლო მიწა, არ არის მეზობლების კონფლიქტი, არ არის წყლის დეფიციტი. ხედვაა, რომ ხელოვნური ინტელექტის ბინძური მშიერი ინფრასტრუქტურა იქ გადავიტანოთ, სადაც ის არავის აწუხებს. და ეს უბრალოდ ახირება არ არის, რომელსაც მხოლოდ ელონ მასკი მისდევს. ეს ნამდვილი რბოლა. Google პროექტ Suncatcher-ის სახელით მუშაობს თანამგზავრებით შექმნილ მონაცემთა ცენტრზე საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ჩიპებით და უკვე 2027 წლის დასაწყისში აპირებს პირველი სატესტო თანამგზავრების გაშვებას. Jeff Bezos-მა და Blue Origin-მა პროექტ Sunrise-ის სახელით ASHS-ის საკომუნიკაციო კომისიაში 50,000-ზე მეტი თანამგზავრის ქსელის ნებართვა მოითხოვეს. მიზანმიმართულად ენერგიისა და წყლის დატვირთვა დედამიწიდან კოსმოსში გადაიტანა. სტარტაპმა StarCloud-მა 2025 წელს ერთი თანამგზავრით პირველად ისტორიაში კოსმოსში ხელოვნური ინტელექტის მოდელი გაწვრთნა და გეგმავს 88,000 თანამგზავრის კონსტელაციას. და არსებობს მართლაც კრეატიული მიდგომები. სტარტაპი სახელად Cowboy Space Corporation-ი აშენებს კონსტელაციას სახელად Stampede, სადაც სატვირთოდ ერთი თანამგზავრი კი არ მიფრინავს, არამედ თავად რაკეტის ზედასაფეხური არის გამოთვლითი ცენტრი. საკუთარი მეგავატიანი ელექტროსადგური გაგრილებით და გამოთვლითი ჩიპებით ერთში. ამას ემატება ჩიპების გიგანტი Nvidia თავისი სპეციალურად კოსმოსისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებით და ასევე ჩინეთი, რომელმაც გამოაცხადა 200,000 თანამგზავრის კონსტელაციის შექმნის შესახებ. აქ ჩვენ არ საუბრობთ სამეცნიერო ფანტასტიკაზე, არამედ განაცხადებზე, პროტოტიპებზე და მილიარდიან ინვესტიციებზე. აქ და ახ.
და ეხლა მოდის მთავარი საკითხი. რატო აქვს SpaceX ამ რბოლაში თითქმის უსამართლო საწყისი პოზიცია? პირველ რიგში მათ შეუძლიათ თავად აათხონ თანამგზავრები სერიულად. ამას ისინი წლებია ამტკიცებენ Starlink-ით. მეორეც, Starlink-ის ხალობით მათ აქვთ გამოცდილება ფაქტობრივად მართონ უზარმაზარი კონსტელაციები. მესამეც, ბიჟაზე გასვლის შემდეგ მათ ამისთვის საჭირო ფული აქვთ. მეოთხეც, მხოლოდ მათ აქვთ გაშვების შესაძლებლობა, რომ ასეთი მასშტაბური ტვირთი კოსმოსში გაიდანა. და მეხუთე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე მათ უკვე ხელთ აქვთ თავად ხელოვნური ინტელექტის კომპანია. SpaceX-მა 2026 წლის დასაწყისში შეიძინა ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI თავისი ჩატბოტით, Grok-ით. ამასთან 2026 წლის ივნისში 60 მილიარდ დოლარად შეიძინეს კურზორის შემქმნელი კოდირების კომპანია. ამით ერთი კონცერნი თლიან ჯაჭვს აკონტროლებს. რაკეტიდან დაწყებული, სატელიტით გაგრძელებული და იმ ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული, რომელიც მასზე მუშაობს. ბირჟის პროსპექტში SpaceX მხოლოდ ამ კოსმოსიდან გამოთვლითი სიმძლავრის ბიზნესის პოტენციალს დაახლოებით 2.4 ტრილიონ დოლარად აფასებს. ეს წერია ოფიციალურ დოკუმენტებში, რომლებიც ბირჟისთვისაა განკუთვნილი. მოკლე შეჩერება პირად საკითხზე და ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ გითხრათ. თუ ეს თემა შენც ისე გაინტერესებს როგორც მე, მაშინ ვიდეოს მხარი დაუჭირე. ეს შენთვის მხოლოდ ერთი დაწკაპუნება, მაგრამ არხს ძალიან ეხმარება, რადგან YouTube შემდეგ ვიდეოს ბევრად მეტ ადამიანს აჩვენებს. ვინც Mars Chronicles მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად სურს, ახის წევრობაში რამდენიმე საინტერესო დამატებას იპოვის და ამ საქმეს პირდაპირ დააფინანსებს. და ყველასთვის, ვინც თავის სპერა AdAstra სულისკვეთებასაც ატარებს, ჩვენ საკუთარ მაღაზიაში Planet Pioneers ეხლა სწორედ AdAstra-ის ნაქარდი კოლექცია ხელმისაწვდომ. გული და ფასდაკლების კოდი ქვემოთ აღწერაში ამითითებული. და ყველასთვის, ვისაც კიდევ მეტი სურს, არსებობს Mars Chronicles საინფორმაციო ბიულეტენი სიახლეებით, რომლებიც არასდროს ხდება გამოშვებაში. ასე რომ, ეს იყო ყველაფერი. და ეხლა დაუბრუნდეთ კითხვას. რა ხდის ათასობით Starship-ს საერთოდ შესაძლებელს? რადგან ეს არის ამბის რეალისტური მხარე. ამჟამად SpaceX ტეხასში Starbase-ში ზუსტად ორი გაშვების პლატფორმა აქვს. Pad A და Pad B და უწყება ამჟამად იქ მაქსიმუმ 25 გაშვებას აძლევს ნებას წელიწადში. ფლორიდაში SpaceX ახლა კიდევ 3 Starship-ის პლატფორმას აშენებს. ერთს ისტორიულ Apollo-ს Pad 39A-ზე და ორს ყოფილ Delta-ს ტერიტორიაზე, Space Launch Complex 37-ზე. ამ პლატფორმებისთვის პერსპექტივაში წელიწადში 44 და 76 გაშვების ნებართვა უნდა გაიცეს. შემოიკრიბე ეს ყველაფერი და რამდენიმე წელიწადში შეიძლება წელიწადში რამდენიმე ასეულ გაშვებამდე მივიდეთ. ათასობით გაშვებამდე კი ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. ზუსტად ამიტომ ეძებს SpaceX-ი უკვე ღიად დამატებით გაშვების ადგილებს. ასევე უცხოეთშიც. რაც შეიძლება ახლოს ეკვატორთან. რადგან იქ დედამიწის ბრუნვა დამატებით სიჩქარეს უფასოდ აძლევს. მაგრამ რაკეტების ტექნოლოგიის ექსპორტის კონტროლის კანონები ამას იურიდიულად ართულებს. და ეს ყველაფერი იაფი არ არის. მხოლოდ საერთო ინფრასტრუქტურისთვის კენედის კოსმოსურ ცენტრში, ანუ გზებისთვის, ელექტროენერგიისთვის, სათვალის მილსადენებისთვის, NASA-ს გენერალურმა ინსპექტორმა 2026 წლის ივნისში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის საჭიროება დაადგინა. და ეს მხოლოდ საბაზისო ხარჯია. SpaceX-ის საკუთარ სასტარტო მოედნებს კი არ მოიცავს. ჩემი გულწრფელი შეფასება და ამას როგორც მოსაზრებას აღნიშნავ. ვიწრო ადგილი უკვე აღარ არის რაკეტა, არამედ სტარტის მოედანი და ნებართვა. SpaceX შეუძლია ბუსტერების აშენება უფრო სწრაფად, ვიდრე უცხოები გაშვების ფანჯრებს ამტკიცებენ. ათასობით გაშვებამდე გზა უფრო ტექნიკის საკითხი კი არა, არამედ ბეტონის, ბიუროკრატიის და მთელი 10 წლეულის მოთმინებით განვითარების საკითხია. ეხლა იმ კითხვაზე, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება კომენტარებში, CO2-ზე. რამდენად ბინძურია ეს სიგიჟე სინამდვილეში? ერთი Starship-ის გაშვება გაანგარიშების მიხედვით დაახლოებით 2700-დან 3500 ტონამდე ნახშირორ ჟანგს გამოყოფს. თითოეულ გაშვებაზე ეს ბევრს გავს. ეს დაახლოებით 500 ავტომობილის წლიურ გამონაბოლქვს შეესაბამება. მაგრამ ეხლა მთავარი შეფასება. და ეს ალბათ გაგაგვიბრებს. თუნდაც Starship-ი წელიწადში 1000 ჯერ გაფრინდეს, ეს იქნება დაახლოებით 3 მილიონი ტონა CO2 წელიწადში. სოფლიო ავიაცია გამოყოფს 1 მილიარდ ტონაზე მეტს. ანუ 300 ჯერზე მეტს. გლობალური საზღვაო ტრანსპორტი მასშტაბით დაახლოებით ავიაციის ისტორია. თუნდაც წელიწადში 10000 გაშვების შემთხვევაში რაკეტების ინდუსტრია მაინც ავიაციის დაახლოებით მე-13-ს შეადგენდა. სუფთა CO2 მაჩვენებლებით ეს მხოლოდ დამგვალების შეცდომაა იმასთან შედარებით, რასაც თვითმფრინავები და საკონტეინერო გემები ყოველდღიურად გამოყოფენ. მაგრამ აქ ლამაზი ანგარიში აღარ გამოდის, აი ნამდვილი პრობლემა. რაკეტები გამონაბოლქვს დიდი სიმაღლეებისკენ უშვებენ.
და იქ განსაკუთრებით ჭვარტლი, ეგრეთ წოდებული შავი ნახშირბადი არაპროპორციულად დიდ ზიანს აყენებს. სტრატოსფეროში ეს ჭვარტლი ზოგიერთი კვლევის მიხედვით მიწის ზედაპირთან შედარებით 500-ჯერ უფრო ძლიერად ათბობს და ის იქ წლების განმავლობაში რჩება. და ამას ემატება ზემოქმედება ოზონის ფენაზე. კარგი ამბავი ისაა, რომ Starship მეთანს წვავს, რაც ბევრად ნაკლებად წარმოქმნის ჭვარტლს, ვიდრე კლასიკური რაკეტების ნავთობზე დაფუძნებული საწვავი. ჩემი დასვენა კლიმატთან დაკავშირებით. სუფთა რაოდენობით რაკეტის გაშვება, თუნდაც თუ მას მასიურად გავზრდით, მცირეა ავიაციასა და საზღვაო ტრანსპორტთან შედარებით. მაგრამ ზემაღალ სიმაღლეზე ზემოქმედება არის ნამდვილი დიდი პრობლემა, რომელსაც სერიოზულად უნდა მიუდგეთ და არ უნდა უგულებელყოთ. და ამით უგრუნდებით ბირჟაზე გასვლას. რადგან სწორედ ეს მთელი გაფართოებაა ამის ნამდვილი მიზეზი. აქ ჯერ ჩემი სავალდებულო გამჟღავნება. გამოქვეყნების მომენტში მე თავად მექნება პოზიცია SpaceX-ის აქციაზე და ხაზგასმით ვაცხადებ, რომ არ მიძლევი არც ყიდვის და არც გაყიდვის რეკომენდაციას. ეს ვიდეო არის ჟურნალისტური ანალიზი და არა საინვესტიციო რჩევა. 2026 წლის 12 ივნისს SpaceX გამოვიდა ბირჟაზე SPCX-ის სიმბოლოთი და მოიზიდა $75 მილიარდ მეტი. ისტორიაში ყველაზე დიდი IPO, საბაზრო კაპიტალიზაციით დაახლოებით $2 ტრილიონი. უკვე პირველივე დღეს. ეს ფული სწორედ ის საწვავია, რაც საჭიროა იმ გაფართოებისთვის, რაზეც ახლახან საუბრობდით. გასაშვები პლატფორმებისთვის, სატელიტებისთვის და კოსმოსში არსებული მონაცემთა ცენტრებისათვის. და მაშინვე ინტერნეტში გაჩნდა ბრალდება, რომ ეს ყველაფერი იყო პირამიდული სქემა, ფინანსური პირამიდა და მალე მოხდებოდა ეგრეთ წოდებული რაგ-პული. ანუ ის მომენტი, როცა დამფუძნებლები ინვესტორების ფულით გაქრებიან. მოდით გულწრფელად შევხედოთ ამ საკითხს ორივე მხრიდან. სკეპტიკოსებს აქვთ სერიოზული არგუმენტები. საბოლოო ჯამში SpaceX ზარალზე მუშაობს 2025 წელს თითქმის $5 მილიარდი და დაგროვილი დეფიციტი $40 მილიარდზე მეტი. ეს ნიშნავს, მათი დაარსებიდან დღემდე მთლიანობაში ამდენი ზარალი აქვს დაგროვებული. თუმცა კრიტიკოსები ამას ყურადღებას არ აქცევენ. ისაა, რომ SpaceX-მა 2025 წელს 2519 მილიარდი შემოსავალი მიიღო და 23 მილიარდი ევრო ინფრასტრუქტურაში, შეძენებში და კვლევასა და განვითარებაში დააბანდა. გადაფასებულია. დიახ. საერთო კომპანია ბიზნეს მოდელის გარეშე კატეგორიულად არა. გიჟური საბაზრო შეფასება დიდწილად ეყრდნობა ხელოვნური ინტელექტის მომავალს, რომელიც დღეს თითქმის არანაირ შემოსავალს არ იძლევა. და ილონ მასკი სპეციალური ხმის უფლებებით აკონტროლებს ხმების 80%-ზე მეტს, რაც უზარმაზარი ძალაუფლება. ეს რეალური რისკებია, რომლებიც არ უნდა დავაკნინოთ. მაგრამ და აქ არის განსხვავება. ვაკ რაკფულ აღწერს თაღლითობას ნამდვილი პროდუქტის გარეშე. ძირითადად კრიპტოსფეროში, სადაც ფასადის უკან არაფერია, SpaceX ზუსტად საპირისპიროა. ფასადის უკან დგას 650-ზე მეტი წარმატებული რაკეტის გაშვება. 99%-ზე მეტი წარმატების მაჩვენებლით. ამის უკან Starlink-იც დგას. ეს არის მაღალმომგებიანი ბიზნესი. 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელმაც 2025 წელს $11 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო და ძალიან მსხვილი მარჟებით. ტენდენცია სწრაფად მზარდია. ეს არის ნამდვილი ფულის ძრავა, რომელიც აფინანსებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების დანაკარგებს და Starship-ის მშენებლობას. და სწორედ აქ ხდება ყველაფერი საინტერესო, რადგან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაც თავად იწყებს ფულის გამომუშავებას. სწორედ Anthropic, კომპანია, რომელიც დგას ენის მოდელ Cloud-ის უკან და არის პირდაპირი კონკურენტი Elon Musk-ის საკუთარ chatbot Grok-თან, ვალდებულება აიღო, რომ დაახლოებით $1,250 მილიონი. სანაცვლოდ თვეში იქირაოს EXEI-ის ერთ-ერთი დიდი მონაცემთა ცენტრის სრული გამოთვლითი რესურსი მექსიკაში. მალევე Google-მა გააფორმა მსგავსი შეთანხმება, დაახლოებით $920 მილიონ. თვეში დამატებითი გამოთვლითი რესურსისთვის. მოკლედ, დაფიქრდი ამაზე. ორი ყველაზე ძლიერი ხელოვნური ინტელექტის კონკურენტი ქირაობს გამოთვლით რესურსებს Musk-ის კომპანიაში. და ეს მილიარდობით ხდება. ბირჟისთვის გზავნილი ნათელი იყო. აქ ფულს არ აკეთებს მხოლოდ რაკეტები და კოსმოსიდან ინტერნეტი. აქ ხელოვნური ინტელექტის ბიზნესიც რეალურ შემოსავლის წყაროდ იქცა. და ორივე კონტრაქტის სხვათაშორის შეიძლება მოკლევადაში გაუქმდეს მხოლოდ 90 დღიანი წინასწარი გაფრთხილებით. რაც ათვენებს, რამდენად სწრაფად იცვლება და რამდენად კონკურენტულია ეს ბაზარი ამჟამად. ვინც გულწრფელად უყურებს, ცარიელ გარს კი არ ხედავს, არამედ რეალურ ფულის გენერირებელი სამრეწველო კომპანია, რომელიც აფინანსებს ძვირადღირებულ და რისკიან ფსონს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. შეიძლება ეს ფსონი ზედმეტად ძვირად ჩათვალოთ, ეს სრულად ლეგიტიმურია. მაგრამ პირამიდული სქემა სხვანაირად გამოიყურება. ჩემი შეფასებით ეს ნაცვლად გამოყოფილია როგორც მოსაზრება. და ბოლოს,
ყველას თავად უნდა ჩამოუყალიბდეს საკუთარი აზრი. ბოლოსკენ გადავხედოთ მომავალს და აქ ცოტა სპეკულირება მოგვიწევს, რადგან ბევრი რამ ჯერ კიდევ მომავალში. თუ ეს გეგმა თუნდაც ნაწილობრივ გახორციელდება, ის ბევრად მეტ შეცვლის ვიდრე კოსმოსური ფრენები. მაშინ ორბიტა ინდუსტრიულ ზონად გადაიქცევა. მონაცემთა ცენტრები, რომლებიც დღეს ლანდშაფტებსა და ელექტროსისტემებს თვირთავენ, ზემოთ გადაინაცვლებენ. Starships მომავალში შეიძლება არა მხოლოდ სატელიტების, არამედ ტვირთის ნახევა მსოფლიოში 1 საათზე ნაკლებ დროში მიწოდება. დიახ, შორეულ ჰორიზონტზე Cloud Gas მთავარი მიზანი, რომელზეც SpaceX არასდროს უთქვამს უარი. მარსი. ამ ისტორიაში ყველაზე ლამაზი ის არის, რომ იშვიათად ასე ნათლად ჩანს, როგორ ებმის ერთმანეთში ტექნოლოგია, ეკონომიკა და გეოპოლიტიკა. ვისაც ყველაზე იაფი რაკეტა აქვს, საბოლოოდ მას ექნება კოსმოსში წვდომა. და ვისაც კოსმოსში წვდომა აქვს, მალე შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელოვან ნაწილსაც ფლობდეს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მოიტანს. ეს ბრწყინვალე მომავალია თუ შემაშფოთებელი, ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ. მაგრამ ის, რომ ეს მომავალი ახლა შენდება, მილიარდერების ხუმრობა ნამდვილად არ არის. ეს ძალიან სერიოზულია. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მარსის ქრონიკები. გმადლობთ ყურებისთვის. Per aspera. Ad astra.